ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის შენობიდან ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართებიან სასულიერო პირებთან ერთად და პარაკლისს დაესწრებიან. შალვა სუმბაძე იმყოფება ადგილზე და ის გვეტყვის ახლა პირდაპირ ეთერში, გამოჩნდნენ თუ არა პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. შალვა, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჭიჭინაძის ქუჩის შესასვლელიდან საკანონმდებლო ორგანოში, საიდანაც ვხედავთ, რომ ეზოში უკვე დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოვა შემდგომში უკვე პრემიერ-მინისტრიც, საიდანაც ერთობლივი მსვლელობით უკვე დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად, სასულიერო პირებთან ერთად გადაადგილებას დაიწყებენ ქაშვეთის მიმართულებით, სადაც უკვე 2 საათზე დაგეგმილია სამადლობელი პარაკლისი. აქ დაახლოებით ნახევარი საათია, რაც დაიწყო აქტიურად შეკრება. დეპუტატები მოდიან აქ, ასევე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად და აღნიშნავენ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში და ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა ცოტნე ივანიშვილიც, რომელიც წელს, როგორც ჩანს, პირველად შემოუერთდა ამ აქციას და მან აღნიშნა, რომ მისი სწავლიდან გამომდინარე სხვა წლებში ვერ ახერხებდა დასწრებოდა ამ ღონისძიებას, თუმცა მან ვეთქვა, რომ წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეზე ყოფილიყო, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება, მან კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე და აღნიშნა, რომ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას არის სწორედ ოჯახი და ოჯახთან დაკავშირებული ყველა სიწმინდე. მან თავის მშობლებს ასევე საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა დღევანდელი დღე. გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენ საყვარელ საქართველოს და მე ვფიქრობ, რომ მისი ისტორიის განმავლობაში ესენციალური იყო, რომ საქართველოს შეენარჩუნებია თავისი იდენტობა. და ქართული იდენტობის შემადგენელი მე მგონია ზუსტად დამყარებული ჩვენ სარწმუნოებაზე, ჩვენ სულისკვეთებაზე და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვიცეთ ჩვენ მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელმომავალზე ჩვენი ტრადიციების და სულისკვეთების შენარჩუნებით. მე მინდა პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას და საზოგადოებას მიულოცოთ დღევანდელი დღე, ეს წმინდა დღე და უსურო ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ერთიანობა და სიყვარული და ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ოჯახური ღირებულებები, ოჯახური ფასეულობა, ქრისტიანული და ქართული ტრადიციები არის ჩვენთვის ძალიან ბევრის მომცემი და ძალიან ბევრს ნიშნავს და მოკლედ თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ და მრავალს დაესწრით. როგორც უკვე გითხარით, საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიაზე უკვე დაიწყეს შეკრება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებთან ერთად, შვილებთან ერთად და ისინი უკვე 2 საათისთვის გადაინაცვლებენ ქაშვეთის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სამადლობელი პარაკლისის გადახდა. უკვე სამადლობელი პარაკლისის შემდეგ დაიწყება საზეიმო მსვლელობა, რომელიც ქაშვეთიდან სამების მიმართულებით გაემართება და იქ უკვე კიდევ ერთი პარაკლისის გადახდა მოხდება. ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით ამ ღონისძიებაზე და მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით. მადლობა შალვა, პირდაპირ ეთერში ეს იყო შალვა სუმბაძე.